მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ცოტა ხნის წინ დასრულდა კრიზისების მართვის საბჭოს ხდომა. ქეთი ბრაჭულია ადგილზე, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. თავდაპირველად გეტყვით, რომ მთავრობა იწყებს კრიტიკული ზონების მონიტორინგს, სავარაუდოდ 24 საათიან რეჟიმში შესაბამისი სამსახურები იმორიგებენ სწორედ სახიფათო ზონებში. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ მიიღო საბჭოს ხდომაზე, რაც მან გარემოს დაცვის მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მომდევნო 2 დღე შესაძლოა აღმოჩნდეს სახიფათო იმ მხრივ, რომ მოსალოდნელია უხვი ნალექი. ახლა ჩვენთან სწორედ გარემოს დაცვის მინისტრი იმყოფება. ჩვენმა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში კითხვები დაუსვათ. მოგესალმებით ბატონო გიგლა, რომ გითხრათ, რეალურად არსებობს თუ არა საფრთხე, რომ განმეორდეს სტიქიის მეორე ტალღა? ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნალექი იქნება დღეს გვიან, ასევე უფრო ჭარბი ნალექი მოსალოდნელია ხვალსაღამოს, რომელსაც შეიძლება ახლდეს ასევე ქარის გაძლიერდება შკვალური მოვლენებით, რის გამოც, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილის ზონების დაცვიდან გამომდინარე, გავაკეთეთ ეს განცხადება, რომ სასურველია სამაშველო სამუშაოები ღამის განმავლობაში შეჩერდეს, დილით ადრე გაგრძელდეს. ამავე დროს შეიქმნა სპეციალური შტაბი და პუნქტი, რომელიც მოვლენებს დააკვირდება. საჭიროების შემთხვევაში შემუშავებულია გეგმა იმ ქანების, რომელიც ძირითადი მეწყრული უბნიდან ჩამოედინა და რომელიც დარჩა ჩამოსასვლელით, ძირითადად ეს კლდოვან ქვიშოვანი ქანებია და მათი ჩამოდენის ორგანიზებისათვის, რომ მან არ გამოიწვიოს ძლიერი სტიქიური პროცესები, ამაში ჩართული არიან ჩვენთან ერთად კრიზისების საბჭო, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტები, გეოლოგები და ინჟინრები. ამ პროცესების მართვით შესაძლებელი იქნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი ნალექი შეიძლება კიდევ მოვიდეს, მან არ გამოიწვიოს დამატებით მაღალი რისკები. ძირითადი მასა, თიხოვანი მასა, რომელიც ჩამოვიდა უხელ დაახლოებით როგორც ვიზუალური გარეგნული დათვალიერებით ჩანს ფასდება სადღაც 9 მილიონი მეტრკუბიდან 1 მილიონი მეტრკუბამდე, რომელმაც მთელი ხის მასა, რაც იყო ტყის მასივი მთლიანად ჩამოიტანა ხეობაში და რომელიც შეეჩეხა დაბრკოლებებს, რადგან დინარე არტახებშია მოქცეული და რამაც გამოიწვია შემდეგ ეს მძიმე პროცესები. ასეთი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ გვაქვს. მით უმეტეს, რომ როგორც უკვე გითხარით, არსებობს მინიმალიზაციის მნიშვნელოვანი გეგმები საფრთხეების. ხდომაზე აღინიშნა, რომ შესაძლოა ბეთანია-წყნეთის მონაკვეთზე, იქ სადაც მეწყერსაშიში ზონა დაიწყოს მცირედი აფეთქებები, მოხდება თუ არა ეს და კიდევ რა პრევენციულ ღონისძიებებს გეგმავთ? სუსტად ეს არის ის ერთი კომპონენტი გეგმის, რომელიც გულისხმობს დაბალმუხტიანი აფეთქებებით, როგორც მეწყრული მასის ჩამოდინებას მდინარის კალაპოტში, ასევე თუ პროცესი დაიწყო თვითონ ჭარბი ნალექიდან გამომდინარე, ასევე დაბალმუხტიანი აფეთქებებით მდინარის კალაპოტის ეტაპობრივ გახსნას, რომ არ მოხდეს წყლის მასის დაგროვება და შემდგომ მისი გარღვევა, რაც მოხდა წუხელ. დღეს სპეციალისტები საუბრობდნენ, რომ სტიქის ასეთი შედეგები გამოიწვია ვერეს ხეობაში არასწორად დაპროექტებულმა ესტაკადამ. თუ მუშაობენ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტები, ან თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მე პირადად გეგმავ და ხვალ გვექნება სპეციალისტებთან შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც ჯერ კიდევ 2011-12 წლებში გამოთქვამდნენ კრიტიკას ამ პროექტთან დაკავშირებით, რადგან პროექტირების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული შემუშავებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება. სტატუსი შეეცვალა ამ მაგისტრალს და ის ზუსტად აშენდა, დაპროექტდა და აშენდა გარემოზე ზემოქმედების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები პროგნოზირებდნენ, რომ არტახებში მოქცეული მდინარე იმ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ახასიათებს ვერე მდინარეს, მისი წყალმოვარდნების გამო, რომ რისკები იყო ძალიან მაღალი. შესაბამისად, სპეციალისტებთან ერთად ცივ გონებაზე, ემოციებისგან დაცლილად ჩვენ ვაპირებთ, რომ გავცეთ ამ კითხვებზე პასუხი და ამის თაობაზე ვაცნობოთ საზოგადოებას. შეცდომებში გაჯიუტების შედეგი ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება როგორც ფინანსურად, ისევე ადამიანურადაც. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს
არ გამოვრიცხავ, რომ სხერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან დაკარგული ადამიანების რაოდენობა საკმაოა ჯერ კიდევ და ჩვენ ასეთი შეცდომები რომ აღარ დაგვემართოს, ამისათვის გვჭირდება დღეს ღიად გულახდილად საუბარი. ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის მიღმა, თქმა იმის, იქნა დაშვებული თუ არა პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში შეცდომები, საჭირო იყო თუ არა გარემოს დაცვის პრინციპების დაცვა და ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული შემთხვევა, ეს არის ლაპარაკი, დიალოგი, გამოწვევა ჩვენი მომავლის, რომ მომავალში როგორ მოვიქცეთ, მომავალში როგორ გავცეთ მსგავსი ტიპის გამოწვევებს პასუხი. რაც შეეხება თბილისის ზოოპარკს, ის პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუმცა მანამდე არსებობდა გეგმა, რომ გადაგეტანათ ის და გადაეტანა თბილისის ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. რა იგეგმება ამ მიმართულებით გადაიტანთ თუ არა, განიხილება თუ არა ეს პროექტი ის? პირადად მე მხარს დაუჭერდი თბილისის ზოოპარკის გადატანას ამ ადგილიდან, სადაც გარდა სივიწროვისა, როგორც ხედავთ, საკმაოდ მაღალია სტიქიური საფრთხეები და შესაბამისად სივრცე მეტი და ამავე დროს ნაკლები რისკები, ეს არის ის არგუმენტები, რასაც მე მხარს დაუჭერდი. ვწუხარ, რომ ჩვენს სამსახურებს მოუწიათ ცალკეულ შემთხვევებში ცხოველთა ლიკვიდირება, აქ мотивация გამოდიოდა ადამიანების უსაფრთხოებისაგან. ჩვენ ვაპირებთ ზოოპარკის ხელმძღვანელობასთან ერთად ერთოფლივი განცხადება გავაკეთოთ, ასევე დავუკავშირდეთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლაც შეშფოთებული იყვნენ მიმდინარე პროცესებით, მაგრამ მერწმუნეთ, რომ შექმნილი ვითარებაში მაშინ, როდესაც დაძინება ვერ მოხერხდა, ან იყო არაეფექტური, ან იყო ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხე, იქნა მხოლოდ გამოყენებული ლიკვიდაცია. მადლობა, ეს იყო გარემოს დაცვის მინისტრი